როიაშვილი გამოუშვეს და ჩვენი მასმენი ხალხია მოვედით ხალხასაჭერად ვასვაბაშიძის სახელობის ცენტრში. ხო. და გვიერთდება ნელა ცოტა ხალხი სხვადასხვა. ერდოგანას რომელიც ხშირად რჩება ხოლმე პარლამენტთან თაზა ეს ხა ვაგონში ერთი ტიპი რა ხელი კრა და მასაკა წემა რა მცირედი ხო და რას ქვია და ახლა კიდე სხვა რა მოიკიდოს ის ვაგონს გაყვა ჩვენ მივდივართ რომ მოვიყვანოთ დოის თეატრთან ხო არავის არ აქვს უფლება ვიღაცა გაჩაგროს ან ვიღაცას ხელი კრას ან დაამციროს ან სემოს ყველა ნაბოზარი დედამოწმულის ერთია მტიდია რო იგინები ღირსია ხო და დანარჩენი კიდე რა ვინახოთ მოვიყვანთ იმედია თავისუფლად მოვოტია გზაში დაგვეწია და მივდივართ უკან დოის თეატრთან მოვიდა საზმაუს მარში აცილებენ რა ვიტყონა ორიანება ამოვარდა მამარო რუსთაველზე გადაიკეტა გზა 140 დღესო არ დაიჭიდანაც წამოველით ისედაც ძალიან ცოტა იყო ალბათ მოემატა ახლა დამეთიშება უკვე და არ გადავიდა შემიკეთე როგორც ხედავთ, დაიწყო რეპრესიების ალღა კანტონიაში, პირველი იყო დემოკრატიის შემოქმედების სახელოსნო, რომელიც დახურეს ახლამოჩენ ახალგიად და დაწუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს რეპრესიები არ შეცვლება პირიქით, უფრო და უფრო განმდიერდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ ვიდგებით მედრას და არ ვიდგებით ერთად. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სფეროს წარმომადგენლები ყველა ინსტიტუტის არ არიან ვერ მოახერხეს მოსვლა იქნებიან დათოდოიაშვილის ახალი თეატრის სოლიდარული. დიდი იმედი მაქვს, რომ მაყურებელი იდგება თეატრის გვერდით ამ ძალიან მძიმე დროის განმავლობაში, რომელიც ჩვენ სფეროში ელოდება ზუსტად ისე, როგორც ქართული თეატრი დგას მაყურებლის და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. დიდი მადლობა, უთუქუროთ ერთმანეთს გამძლეობას, ჩვენ თუმი დრო გველოდება, მაგრამ ერთობით, ერთიან განწყობით და გაუტეკლობით ჩვენ აუცილებლად დავიმარჯვოთ. დიდი მადლობა. მადლობა რომ აღგახართ. მე არ ვიცი რა შეიძლება ითქვას უნდა რომ ქართული ოცნების მეფარაბელზე სიტყვა. ნებისმიერი ხმა, რომელსაც დაუპირეთ ჩახსობას ბოლოს მოგიგებთ. ნებისმიერი ხმა, რომელსაც გადაწყვეტს ისოთების ხმა აღვაძინოთ, ილამარაკეთ თქვენ თავის დასამართლებლად. ნებისმიერი ხელმოწერა, რომელიც იქნება მიმართული ქართული სახელმწიფოების წინააღმდეგ, იქნება თქვენი ისოთების გარანტი. ნებისმიერი ხმა, რომელიც იბრძვის ბოლომდე. ჩვენ არ გავწევდებით არც ერთ წამს. სოლიდარობა ახალ თეატრს. სოლიდარობა დავით სოლიდარობა. მადლობა. ახალი თეატრი ალბათ იყო ბოლო 2 წლის შეიძლება მეშლება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრალური და კულტურული პროცესის მშობელი თეატრი. ახალმა თეატრმა გააჩინა ახალი აუდიტორია, შვა ახალი მრავალფეროვანი რეპერტუარი, ახალი თეატრალური და კულტურული პროცესი, რომელიც აქ მიმდინარეობდა ამ თეატრის კედლებში და ამას ხელმძღვანელობდა დავით დოიაშვილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დავით დოიაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრის ხელმძღვანელი, სამხატვრო ხელმძღვანელი ბოლოს განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც როგორც შეგვიძლია შევაფასოთ თეატრის წარმატება არის ის, რომ ამ თეატრს ყავდა ახალი მაყურებელი და მაყურებელს უყვარდა ის, რაც ამ თეატრში ხდებოდა და უყვარს, რაც მიმდინარეობს ამ თეატრში. ამის გასწორი არის ის, რომ ბილეთს ვერ იშოვს ამ თეატრში.
და ბილეთები იყიდებოდა ყოველ საღამოს იყო აშლად და იყო მრავალფეროვანი რეპერტუარი, ბევრი სხვადასხვანაირი გემოვნებისთვის და გაჩნდნენ ახალგაზრდა ვარსკვლავები ამ თეატრში. ეს მოიტანა აი ამ პროცესის სიყვარულმა და პირველ რიგში მოიტანა იმან, რომ დავით ვოიაშვილი არ ემორჩილებოდა ზეწოლას, არ ასრულებდა დაკვეთას, ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და დამოუკიდებლობა იყო საწყისი იმისა, რაც აქ ხდებოდა და ამ წარმატების ნამდვილი საწყისი არის დამოუკიდებლობა და თავისუფლების ხარისხი, რომელსაც უსმენდა ყველა, როგორც სცენაზე მდგომი, ისე პარტიაში მდგომი ადამიანი. კულტურული პროცესი, თეატრალური პროცესი და ზოგადად სახელმწიფო საზოგადოებრივი პროცესის ცხოვრება არის განსაზღვრული დამოუკიდებლობით, განსაზღვრული თავისუფლებით, არა მხოლოდ სახელმწიფოსი, არამედ ჩვენი თითოეული მათგანი, ჩვენი ყველას პირადი დამოუკიდებლობით, პირადი თავისუფლებით. თუ კი ისინი ებრძვიან რამეს, ებრძვიან ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას. ამიტომ სჯიან ახალ თეატრს, ამიტომ სჯიან ახალი თეატრის მაყურებელს, ამიტომ სჯიან ქართულ თეატრს და დავით ვოიაშვილს. თუ კი ქართული თეატრი იდგა პროტესტის წინა ხაზზე, იდგა დამოუკიდებელი ქართული თეატრი. დამოუკიდებელი ქართული საზოგადოება. დამოუკიდებლობა არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ თვითონ გავსახოთ ჩვენი ბედი, როგორც ინდივიდებმა, როგორც ჩვენ პროფესიაში, ისე ჩვენი სახელმწიფოს ბედი, ამ საზოგადოების ბედი. გვინდა გავსახოთ ჩვენ, იმიტომ რომ გვწამს ჩვენი ძალების, იმიტომ რომ შეგვიძლია ამის გაკეთება, იმიტომ რომ ახალი თეატრი არის ნიშანი და მაგალითი, რომ დამოუკიდებლობა და საკუთარი პროფესიის სიყვარულს და საკუთარი ძალების რწმენას შეუძლია წარმატების მოტანა. ასე მოიტანს წარმატებას ჩვენი საკუთარი დამოუკიდებლობის და თავისუფლების სიყვარული და არ დავნებდებით ჩვენ. მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავეთ, ჩაკლან ჩვენში საკუთარი ძალების რწმენა, გაანადგურონ დამოუკიდებლობა და ამით გაანადგურონ ფაქტობრივად ადამიანი როგორც სუვერენული ინსტიტუტი და საზოგადოება, თავისუფალი და სახელმწიფო სუვერენიტეტი. იმიტომ რომ ერთადერთი რამ ამოძრავებთ მათ. მათ არ უნდათ ფილმებს გაუწიოს წინააღმდეგობა თავის ხარ კაცებრულ ცინიკურ პოლიტიკაში. მათ უნდათ იყვნენ პატრონები ამ ქვეყნის და ჩვენ ყველა ხმები, რომლებიც ხმარს ვერ ამოვიდნენ. გვაჩვენებენ ყველანაირი ხერხით, გვავიწროვებენ ყველანაირი ხერხით და დავით ვოიაშვილის რეპრესია არის ერთ-ერთი ნაბიჯი ამ გზაზე, რომ რამენაირად გაგვაჩუმოთ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ რეალურად ვისაც გვაქვს ღირსება, ადამიანური, პროფესიული, სახელმწიფოებრივი, ჩვენ ასეთი გზებით ვერ გაგვაჩვენებენ, მხოლოდ გაგვაერთიანებენ ამ გზაზე, როგორი ხანგრძლივით არ უნდა იყოს ეს გზა, ჩვენ მაინც ვიპოვნით გამოსავალს, რომ ჩვენმა ღირსება, ჩვენმა თავისუფლება, თავისი ნაყოფი გამოიყოს. გასაგონად მინდა ვთქვა, რომ თუ კი არ არის თავისუფლება, თუ კი არ არის დამოუკიდებლობა, თუ კი შენ ენას გიბამენ და ვერ ამბობ ისიც მათ გინდა, შენ არ ხარ ხელოვნება. შენ ხარ სიტყვაზე. არის უტლური, მას არ აქვს გავლენა, მას არ აქვს ძალა, იმიტომ ებრძვიან დამოუკიდებლობას, იმიტომ ეშინიათ ხელოვნების, რომ ამას აქვს ძალა. არ არსებობს ხელოვნება დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარეშე. ამ რაღაცის გარეშე ხელოვნება არის სიბიძულე. და ის ხმის თეატრიერებს, ხმის მასას, ვინც უსმენს და უყურებს ამას პატერიდან, და ხმის მასას, ვინც შეშინია ამ თეატრისაც. ახალი თეატრი იყო ამის ზუსტად, რომ არ ეპოვებოდა არანაირ ბრძანებას და მხოლოდ საქმის პროფესიის და ერთმანეთის და მაყურებლის სიყვარულით ქმნიდა იმ ახალ თეატრალურ პროცესს, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ არის წარმატებული. ამიტომ სჯიან ჩვენ ყველას ახალ თეატრთან და დავით ვოიაშვილთან ერთად. არ გაჩერდება ეს ბრძოლა. დამოუკიდებლობის, თავისუფლების, ხელოვნების სიყვარული არის უკვდავი, როგორც არ უნდა შეავიწროვო, ის თავის გზას მაინც იპოვის. ვცხვენოდეთ მათ, ვინც სიყალბეს ჭამს და ვინც სიყალბეს აწარმოებს. Ყველა განგები მათობა აქ მოკაცრავ სოლიდარობის. განგები მათობა რომ აქ ხარცა მათობა ამ სოლიდარობის. რა უნდა თქვა, არ ვიცი, რომ ჩემი მოსვლა და მნიშვნელოვანი ვარქი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ცხოვრობ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობის ყველაზე მეტად ეს თეატრი იყო მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ეს ადამიანს დაუჭიროს და გამოგცხადოს სოლიდარობა. ამიტომ ყველაფერი აკეთებს იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს სოლიდარობა დაშავოს. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გასაგებია.
საერთოდ არ უნდა ვიღო, ამიტომ არ ყველაფერს ველოდი უფრო ადრე ვიდრე ის მოხდა, ვიდრე ის ამერიკანი რო ვატალე ამიტომ შეიძლება მე ვიქნები ამ შემთხვევაში ვარ საერთოდ მეორე ხარის მოვადია ამ შემთხვევაში ზედმეტად არ ვიცი დასი არის შექმნილი და გადაწყვეტილებას ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს დიბანო მადლობა კი ინანოკა რომ მე წავალ მოვა არის თავი არის რომ გამოუჩი პოლი პასი გამოუჩი დასმა ჩვენ თეატრის კონკრეტულად როცა შემოვიდნენ და დაიჭირეთ ჩვენი სისტემის ორსი ანდროჯიჯინაძე და ანდროჯიჯინაძის დაპატიმრებას მოყვა მოყვა. ამიტომაც დღეს თეატრი არ დაბრუნდება ჩემ მე ვარ თემგვანელი თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სადაც სანამ ანდროსთან გამოვიშვდნენ ამიტომ გააკეთეს ის რაც გააკეთეს გასაგებია. მისაღებია ყველაფერი ჩემთვის ნაკელია და არ გასწრე კიდევ უმეტესი მადლობა და მე არ ვიცი ყველა ვიტყოდ რა ინფორმაცია ან ასპექტაკლი უნდა გავაკეთო რა უნდა შევქნა ამაზე დიდი ვიდრე ისტორია რაც მაჩუკაკმე. მადლობა ხე ახლა კონკრეტული ინტერვიუა მარმედის შენამდე ავედი თვითავალზე გავაგზავნე თუ რაღაცა არის მის არც ახლა არის მის არის მის ო კაია მე ამ ერთვაში ჩემი ვერ გავაკეთებ განცხადებას მესმის რომ ყველას მეჩქარება სწავლობდე რაზეც იქნება მე ალბათ ყველა ეს სწავლობდე მაგრამ სულ ცოტა ხანს ვთქვათ რომ დავყოლდეთ იმიტომ რომ დასმა თეატრის დასმა უნდა გააკეთოს განცხადება ოპოლომ ციგარი ნაწილი ვერ გადავიღე იმიტომ რომ ბზის ფული არ მქონდა და უბრალოდ ავტობუსზე დახედე თავი რადგანაც იქ გადახდა ანუ კონკრეტულად ჩემი არ გადაიხადა ტექნიკოსები და ტექნიკოსი კონტროლერები არ არიან ვინც არის წოდი ლაიფჰაკი ასე ვთქვათ ხო და წამოვედი ადრე რა შედარებით აი ეს არის მივასწრებ თუ არა ხო თუ ვერ მივასწრებ იძულებული ვიქნებიო გადავიდე რუსთაველზე და დავჩე იქ აღამეც ათენებს იმათთან და ხო აქ წელს გამოვედი უამრავი ფონიანი და ყოველ კონკურსთან ყოველ მხარეს კონკურსს შეფუთული და იმაზე არ გამაჩერდა რა ხასიათი თული და ასე მალები და რაღაცა და არ გამიჩარის რა არაფერი არ გამოიწვია და ხილა ყველა აქ უბრალოდ არ უნდა რომ ამ ფოტო ვიდეო იმენ გადავიღოს ან სამი კამერაში მოხდარი და მე გაიგივებინათ იმასთან რაც იქ არის გაფრია იმ ტიპთან ვინც პარლამენტთან დგას რუსთაველზე ხო და მოგეთ რა იო სვენ ნახთ რა იქნება ახლა დავამატებ რადიო თავისუფლების ვიდეოს, რადგან ბოლოში მე ვეტავ ეს არის, ცისფული არ მქონდა თუნდაც 9 სამლიანი ტაქსტი წამოსული ყავი სხვა ქალაქში და იძულებული ვიყავი გამოგწეული ყავი სანამ ხალხის დიდი მასა მივიდა რუსთაველამდე და რუსთაველზე დახვდებოდათ ხალხი მომლოდინე თეატრიდან წამოსულებს ხო. დროებით ახალ ვიდეომდე. პოსტსკრიპტუმ ვიდეო არ არის ჩემი გადაღებული, არის Facebook-იდან გადმოწერილი, ესე იგი ვერ იქნება ისეთი ხარისხის როგორც ორიგინალში ხო რა, გადაღებული, ხო. ეს ისედაც ცხადია და რა ვიცი. გამოიწერეთ არხი და ასევე კუჩის ხატროგას თვითონ გრაფიკს და აქციებს ნახავთ ხოლმე აქ. ამ ბოლო დროს ნაკლები აქციის ვიდეოებია, უფრო მეტი სამხატვრო, მაგრამ ნუ რას იცავს. დროებით. იბრუნდებით ახალი თეატრის ტერიტორიიდან, სადაც მიმდინარეობს სოლიდარობის აქცია, რომელიც დავით დავიაშვილის გათავისუფლებას მოყვა ხელმძღვანელის თანამდებობიდან თეატრის. ამ წამს იწყება თეატრის განცხადება, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებ, განცხადებას წაიგეთ. ისმის ხმა. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის წევრების განცხადება. დღეს არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი. რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ. დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, თავისუფალი აზრისთვის
და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს. ჩვენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი, რომლის წევრის ამჟამად უსამართლო ხეობაშია, წისვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ხედავთ. არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ თეატრის დასი დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. გავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე. მოისმინეთ ახალი თეატრის განცხადება პირდაპირ ეთერში. შესაძლებიდან გაიგებდით, რომ აქ ყოფი ადამიანები აპირებენ რუსთაველის გამზირისკენ. შეგახსენებთ, რომ დღეს კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. სამხატვრო დასის ხელმძღვანელი იყო, სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ახალი თეატრის დასის. ამის შემდეგ მსახიობები მათი მხარდამჭერები მოვიდნენ ახალი თეატრის ტერიტორიასთან სოლიდარობის გამოცხადების მიზნით. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები გადმოვიდნენ უკვე ის სავალ ნაწილზე აღბაშენებლის გამზირზე და დაიწყება მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ.
ხელოვნება ცოცხალია არ დაგიძრა ფეაც ხელოვნება ცოცხალია არ დაგიძრა ფეაც ხელოვნება ცოცხალია არ დაგიძრა ფეაც არ დავივიწყებ ჩაგვრას არ გავადიეთ ტერორს არ დავივიწყებ ჩაგვრას არ გავადიეთ ტერორს არ დავივიწყებ ჩაგვრას არ გავადიეთ ტერორს სოლიდარობა ყველა ჩაგრუს სოლიდარობა ყველა ჩაგრუს სოლიდარობა ყველა ჩაგრუს დაკანონებულ უსამართლობაში დაკანონებულ უსამართლობაში ხელოვნება ცოცხალია ხელოვნება ცოცხალია ხელოვნება ცოცხალია დამხობა რეჟიმ დამხობა რეჟიმ დამხობა რეჟიმ დამხობა რეჟიმ ხელოვნება ცოცხალია ვერ გააჩერებ სოლიდარობა ვერ გააჩერებ სოლიდარობა თავისუფლება თანასწორობა სოლიდარობა თავისუფლება თანასწორობა სოლიდარობა თავისუფლება თანასწორობა სამართლიანობა თავისუფლება თანასწორობა სამართლიანობა თავისუფლება რეჟიმის წყვეტ სოლიდარობა ყველა ჩაგრუს სოლიდარობა ღირსეული პირობები ხავ დამხობა რეჟიმ დამხობა რეჟიმ მადლობა ვიდეოს რაღაც ნაწილისთვის შესავსებად რადიო თავისუფლებას და მეტი ვიდეოებისთვის გამოიწერეთ თვითონ რადიო თავისუფლების გვერდიც და ჩემი YouTube გვერდით საიდანაც უყურებთ ამ ვიდეოს. კარგი დღე და რაც შეიძლება მალე გამარჯვება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ გვინდა ქვეყნის წინსვლა, განვითარება, სამართლიანობა, თავისუფლება და ამაში რადგან ვართ მართლები, ესე იგი ღმერთია ჩვენ მხარეს და რადგან ღმერთია ჩვენ მხარეს, ესე იგი როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს იქნება სახელოვანი გამარჯვება დროებით. Twins tu ხინავს იერცხელა თავისუფალ სამართალი ყოველთვის სულს ვეძებ ყველგან მაგრამ ისევ ვარსა და არის სიმართლისთვის გავარ ხალხი გაყენული თუნდაც ველი შვილო მოდი ჭამე ჩადი გადაკეთე რუსთაველი ვიბძვი შენ მიყავმევ გავარ მკივა ყვირი გედლებიდან ხატავ შენ მიჯერმე ისევ ხატავ ვიბძვი გედლებიდან განონს ვარღვევ ხადვით განონს ხადვით ხადვით განონს ხადვით ნარდი კარტი რიტმი ტაკი ქუქებს ვაჭვევ საღებავით